მოგესალმებით ეთერშია სტასოტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველა თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12000. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული. 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან, განაცხადა პრემიერმა. თელავში სტიქიის ეპიცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს. ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები, მოჰყვება რა თქმა უნდა გაწმინდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა. ზიანიც იქნება აღნუსხული და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს. მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცობდამცველები. ეს ნაგებობები სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აიცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა. მათ შორის ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია, ასე რომ ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასისა, თუმცა თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა, განაცხადა პაპუაშვილმა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხიც დადგინდება და ისიც რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს. ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარეთ ძალებს ემსახურებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას ეხებოდა. მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარეთ ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოყვება, განაცხადა კახა კალაძემ. გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ყალას იქნება თუ სხვა ყველა მკეთილი უნდა ინებოს და პატევი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროის განმავლობაში მხოლოდ შანტაჟს და მუქარას ხედავენ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე კაია კალასის განცხადება, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არ სურთ, არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ნების აღიარება, კალაძემ უპასუხა, რომ დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელის იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ გიორგი სიორიძის განცხადებით, თელავში პრევენციული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 297,000 ლარის ხმა მიმართულებით დაიხარჯა. როგორც სიორიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება ამას იმით ხსნიდა, რომ თელავში ღვარცობდამჭერი ნაგებობები 2015 წელს უკვე გაწმენდილი იყო. სიორიძე აცხადებს, რომ საკითხი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა მუნიციპალიტეტში, სათანადოდ არ განიხილეს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ შექმნა ეფექტიანი პრევენციის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ღვარცოფები და მსგავსი ბუნებრივი მოვლენები ხშირ შემთხვევაში პროგნოზირებადია. დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, როდესაც საძირკველი გამოიცალა შენობებს. შეიძლება ჩამოიშალოს საერთოდ დაიტბორა აფთიაქები, მაღაზიები და შენობები, აცხადებს სიორიძე. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ, როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო ვერ გაჩუმდება, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელ ყოფილია. ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობის განდისტანია.
დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის. თუმცა ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელ ყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამ მომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია, განაცხადა მაკა ბოჭორაშვილმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით იორდანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას დაარტყეს. იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით ირანიდან გაშვებული 4 რაკეტა გაანეიტრალეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა გაუქმდეს. ასევე მათივე განცხადებით ისინი იორდანელ ხალხს არ ებრძვიან. თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი ქვეყნის მტრები არ ვართ, გვიყვარხართ როგორც დიდსულოვანი ხალხი, რომელსაც პალესტინელი ხალხის ტკივილი და ჩაგვრა ყველა სხვა ხალხზე უკეთესმის. ნათქვამია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში. ირანმა ბაჰრეინის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირენა ჩაირთო მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს მოუწოდებენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და გაემართონ უახლოეს უსაფრთხო ადგილას. განაცხადა ბაჰრეინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს იარაღის რამდენიმე საწყობი. სატელიტური კომუნიკაციების ცენტრი და შენობა, სადაც ბაჰრეინის ჯუფაირის ბაზაზე აშშ-ის ძალები იყო განთავსებული. CNN-ი განმარტავს, რომ ამერიკასა და ისრაელთან ომის განმავლობაში ირანი რეგულარულად აცხადებს, რომ აშშ-ის ბაზებზე არსებული ობიექტები გაანადგურა, მაგრამ ხშირად ეს განცხადებები მტკიცებულებებით არ დასტურდება. ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე სარაკეტო იერიში მას შემდეგ განახორციელეს, რაც ორშაბათს საუდის არაბეთი მათ მიერ კონტროლირებად სანას საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმებში დაადანაშაულეს. ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა საუდის არაბეთის აფხაზ საერთაშორისო აეროპორტზე განახორციელეს. იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის ცნობით თავდაცვის ძალებმა ჰუსიტების მიერ რაკეტები გაანეიტრალეს. ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები პირველი შემთხვევა ამბას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში მხარეებს შორის არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა. რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედია განმარტავს, რომ გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანაა და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.